დავიწყეთ გაგრად 28 გრადუსი, მზიანი დღე იქნება დღეს, სოხუმში 27 გრადუსი გვაქვს და ასევე მზეანათებს, ზუგდიდშიც 28 გრადუსს გვერდებიან სინოპტიკოსები და კაშკაშებს მზე. გადავინოსლოთ მესტიაში, სადაც +24 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, ფოთში +25 გრადუსია მოსალოდნელი, ბათუმში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და 25 გრადუსია ნავარაუდები. ოზურგეთში 28 გრადუსი და ასევე მზე გელოდებათ, ქუთაისშიც კაშკაშებს მზე და 31 გრადუსი ამბობენ სინოპტიკოსები, ამბროლაურში ღრუბელია, თუმცა მზეც გამოანათებს და 29 გრადუსის თანხლებით ჩაივლის დღე. ახალციხეში 27 გრადუსი, ბორჯომში მზეა და 25 გრადუსია მოსალოდნელი. 21 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა ბაკურიანში, გორში უმეტესად ღრუბლიანი ამინდი და 25 გრადუსია ნავარაუდები. ცხინვალში 27 გრადუსი, უმეტესად ღრუბელი, თუმცა მზეც არის იქვე, სტეფანწმინდაში კი წვიმს, 18 გრადუსიო გვამცნობენ სინოპტიკოსები. გუდაურში უმეტესად მზიანი დღე იქნება, 15 გრადუსი, რაც შეეხება თელავს, აქ 27 გრადუსი მაქსიმალური ტემპერატურა და მზე. რუსთავში 30 გრადუსამდე დათბება ჰაერის ტემპერატურა, თბილისში უმეტესად ღრუბლიანი, უმეტესად უკაცრავად, როგორც იქნა მზიანი. როგორც იქნა მზიანი, თეოდა, რა ღრუბლიანი ვარ ბოლო დღეების განმავლობაში. აი შეხედე მზის სხივები როგორ გადაფაკლულა მთელს თბილისზე, აი ესე გამოიყურება ამ წუთებში ჩვენი დედაქალაქი. ზედა 29 გრადუსია მოკლედ მოსალოდნელი დღეისთვის ჩვენს დედაქალაქში. ძალიან კარგი. ეს გახლავთ კადრი სატელევიზიო ანძიდან, რომელსაც ამ წუთებში გვაწვდიან ჩვენი ტექნიკური ჯგუფი გვაწვდის. აი ესე სიმწვანე, მზე და ქალაქი, რომელიც ნელ-ნელა იღვიძებს.